ესეც ასე ძმებო. ვიდივართ ქობულეთში, ჩელეს ტურნირში. ზბორებზე და ბატონი დავითი გამოჩნდა აგერ. ფორმაში ვართ ბიჭები? ეს ვინა რო ვერ უცანი. დამენახ. შენ რა ვახარ? მოკლედ ქობულეთში მაკეთ ვინც ყავხართ გამომწერები შეგხვდებით ახლოდან და რავი ტურნირზე მოდით. ჩვენ 7 დღე ვიქნებით ამ ტურნირზე და შემოგვიერთდით, გავიცნოთ ერთი. ჩვენი ავტობუსით მოვიდა. ასე რომ დაიყო გძინავს ბიჭებო. განწყობა აქედან უნდა შევიქმნათ. მოკლედ ეხლა ვჩერდებით. აიგეთ? და შორს არ მივდივართ ავტობუსიდან. სნეკები გაქვთ, მაღაზიაში არ ვიცი ვინმე საქმე თუ გაქვთ. შემოხვალთ მხოლოდ ჩვენთან ერთად. მაღაზიების მეტი რა. მაღაზია არის როგორ იცი? სნიკერსი რო არ იღებს, ვერ ვიტანა აქ შესულას. სუხი ფიში მაქვს. So, 10 წუთი. გავლა ვისაც გინდა მიხმა მოხსნა. ფისენცულები კუპენ. აი. გავჩერდით არ დანა. რომელი საათი გვაქვს? ჯერ კარგად ადრეა. ბავშვებო არ დაიფანტოთ რა. ერთმანეთთან ახლოს ვიყოთ. სადა ვართ უკვე გაჩერებული, სადა ვართ? ვადის უბანემ. ზესტაფონში ვართ? ზესტაფონის. ზესტაფონში ვართ? აი. ორი ელექტროსადგური აქვს, ნახე გასამართი. შია? ფიანცულები ვნახოთ. ესეც ულა ძმებო, ჩამოვედით, დავბინავდით. ბავშვები რავი აბა, ჩეკმაყოფილების არაფერი არ ეთყობათ სახელებს. დაღლილები არიან. აუზი ძალიან ღრმა არისო და ჩვენი კონტროლით მარტო. და რა გინდა აუზი, როცა იმ ხელას ზღვა არის. ბიჭებო, რა სიტყვით აბა? დავიღალეთ? დადო დავიღალეთ? უფრო გავიოფლეთ. ხა შაურმის ხასიათი? არა. აგინო, შვენიერი ხედია, პირდაპირ ზღვაზე იყურება. მეტი რანაირი ხედი გინდოდა? ხეები ეფარება. დიახაც. ცოტა ეს ჟრიამული და ხმაურები ხელს შეგვიშლია, მაგრამ არა უშავს. აქეთ არის სტადიონი, მეგობრებო. პირდაპირ. აქეთ უვარჯიშებთ, წამოვგაზავთ. აქეთ უბანავთ, მერე წამოვგაზავთ, აქეთ დავიძინებთ. აი ეს. ტელევიზორი გვაქვს, ოთახები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს.
Băi, băi, ce nakini, domnule, nakini kinde chenau. მე მინდა ეს ძმებო. გამარჯობა. აქ სტადიონი სადა ხო? უკან. აი ესე წადი პირდაპირ და სტადიონს მეადგები. I want this one. აუ, რა მაგარი გამნორცულა. ჩინულები. აი, გამნორცულა. მედი გადაიხადე აქავა, ჰა. ხოდამ პატიჟე. მე ხდება ზოგადად ფეხის წამოკვრა, თავის დარტყმა, წელის მიტყმა, ესეთი რაღაცები. აქ ხوارაოს რეიზე. იბები, ბიჭო, სა გადმოხტი მანდება. მანდანო ჩამოხვიდე სასტუმროში, კაცო. ბიჭო, ეს დავიწყე. რომ აი ვიღაცას რამე ეტირეს, ან ხელი მოწდეს. აი ესე ხდება, ხელი გაგიქო, აი გაიჭერდა ის, გაიწერ ხავი და გაუშვებ ხელ და გაიწერ. აბა ჩვენი პირველი კონტაქტი ზღვანცულასთან. აუ ციყვები. დაიწყო უკვე ტანჯვა. აი პონა. არც ულტრაისფერი ფანარი წამომიღია, არც მაგნიტი, არც დეტექტორი. იმიტომ რომ აცხა ხალხი არა, ასე ვახჩენი, მეცგა. მეც კარგად გამდრობ ეს გაწმენდები. აკუთაბა რა ვარი არის წყალსულები. აი ეს გაანათებდა რო წამომეღო. აი ეს დარწმუნებული ვარ. აბა როგორი წყალია. კაი ცივია ბიჭო. იმიტომ არ ბანაობს ხალხი. ციყვი, ფანარი რო წამომეღო, აი ეს სხვა გაანათებდა უოჭველი. აი ეს. ვიც ესენი ანათებენ. Tomara şimdi darba tarafları. Adam gol. მოგლედ ბიჭებო, რისი თქმა მინდა ეხლა მე? მოусმინეთ რა. თელიანობაში რისი თქმა მინდა. ნახე, მე პირადად აი ბევრჯერ მიფიქრია და დარწმუნებული ვარ ბაჩო მასწავლებელსაც, რომ როდესაც თქვენ ვარჯიშობთ ხოლმე და გიყუროთ ხოლმე, ბაჩომას გაუმართო ეს ერთი მიკროფონი შენ. როდესაც ჩვენ გიყურებთ ხოლმე, აი რო ვარჯიშობთ ხოლმე, ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ აი აქედან ეხლა ხო უყურებთ მეთქი პოტენციურად რამოდენიმე ისეთ ბავშვს, ვინც შეიძლება რომ მომავალში გახდეს აი მეგავარსკვლავი. ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, რომ აი უყურებ, ვითარდებიან და დრო რო დადგება და რომ გაუშვებ, რომ შენგან წავიდნენ. აქვთ ეხლა ამ ბავშვის პოტენციალი იმისა, რომ გახდნენ ძალიან დიდი ფეხბურთელები და რაღაცნაირად თან მიხარია ხოლმე თან თავისებური სევდაც აქვს, ხო ესეა? ხო, რომ შენიდან მიდის და ხო, განაღვლიანებს ეს ფაქტი, ხო, იმიტომ რომ ახარებს ის, რომ შენი გაზრდილი მიაღწევს რაღაცას, მაგრამ მე ვიხედები ხოლმე ყველაში, ვინც გულით და სულით ივარჯიშებს და ვინც მიუდგება ამ საქმეს, ანუ იშრომებს, არ არსებობს ის შრომა, რო არ დაუფასდეს. მეგავარსკვლავობას კიდევ მარტო ფეხბურთის თამაშის გარდა სხვა რამე, ბევრი რამე უნდა. კი, უამრავი სხვა კომპონენტები. ძალიან ბევრი რამე უნდა. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს, ადამიანი. ეგრე არ არის ბიჭებო. ხო და მე მოდის ხოლმე ესეთი ეჭვიანობის ფიქრები, რომ აი ხა ბაჩო მასწავლებელი ამ ხელაში რომ აძდებს, მერე წარმატებებს აღწევენ, ავიწყდებათ. ავიც ზოგადად ეგრე და ესეთი რაღაცნაირი ცოტა ეჭვის, ნუ ეს ბუნებრივია ხა, თქვენც რო იყოთ, უმეტესობა ეგრე ხდება. ზოგადად უმეტესო ფეხბურთია დაუფასებელი ესე ამბობენ ფეხბურთის მასწავლებელი პატარა ასაკის მშენებლები დაუფასებლები არიან, იმიტომ რომ მიდიან მე დიდ გუნდში, უკვე დიდ გუნდზე ამბობენ რომ მე აი აქ გავიზარდე არა და თავიდან საერთოდ მე ესე მგონია ფეხბურთში არის პირველი ის ვინც აწყებიებს ფეხბურთის თამაშს. ვინ აყვარებს, მე ვინ ასწავლის იმ პირველ ნაბიჯებს ფეხბურთში
ესენი არიან ძალიან დასაფასებლები. მერე კი ეხლა შენ ზემოთ შესაძლებლობებს რაც აღემატება, ის უკვე სხვა მწვრთნელმა უნდა განუვითაროს, კიდე სხვა მწვრთნელმა სხვა რამე უნდა განავითაროს. ყველა მწვრთნელთან საერთოდ ვითარ უნდა განვითარდეს, როცა ფეხბურთელი ფეხბურთზე ფიქრობს ზოგადად. ეხლა დღეს ვართ ჩამოსულები ჩვენ ტურნირზე. ჩელეს ტურნირზე ძალიან კარგი ტურნირია ორგანიზებული, ბატონი მამუკა ელიკაშვილი ატარებს და ათლა მაღალ დონეზე არის ყველაფერი შესრულებული, სასტუმროშიდაც კარგად ავართ და მინდა ეხლა ბიჭებო პირველი დღის შეფასებები, შთაბეჭდილებები ყველა თქვენი გააცნოთ. აი მე აწოდე და დადუსგან დავიწყოთ. ავი, მოდი რა მოლოდინი გაქვთ? მოდი ესეთი კითხვა დავსვათ. რა მოლოდინი გაქვთ ამ ტურნირში? ყველას რო ის მიეცეს მოტივაცია რომ მიეცეს, მოდი აი დაიწყოს კაპიტანმა მიცეს. მიდი, მეგრე. დაიწყე და გადააწოდე. ძალიან ისე მოკლედ ჩამოაყალიბეთ, სიტყვა რო არ გავგრძელდეს. როგორ მოგეწონათ? არის სიმბოლო? ხო, აი ბაჩო მასწავლებელმა დასვას კითხვა. ეხლა რა შთაბეჭდილებები არის პირველივე შეფასების რო ჩამოვედი ტურნირზე, როგორი შთაბეჭდილებები დაგჭირთ? პირველი დღე ძალიან ახლოს მიიტანა მიკროფონი. პირველი დღე ძალიან მომეწონა და კარგად გონია რომ ამ ტურნირს ჩავატარებთ. ნუ ის ჩვენთვის სასურველია რომ მოვიგოთ ეს ტურნირი, მაგრამ ნახოთ რაც მოხდება, ჩვენ თუ ვიშრომებთ და ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, მოვიგებთ ამ ტურნირს აუცილებლად. კი ბატონო. აი ჩვენ გუნდელებს ვეთქვი რომ თავარი არ ინერვიულო და თავის თამაში ითამაშოთ. აჰა, ვაჩე. ახლოს მიიტანა. ასევე მე ძალიან მომეწონა პირველი დღე, კარგად გავერთე და კიდე ჩემ გუნდელებს ვეთყვი რა, რომ თქვენ თავებში დაიჯერეთ რა, რომ ამას შეძლებთ და კარგი შედეგს დადებთ რა და მე ესე მგონია კიდე რომ ამ ტურნირს მოვიგებთ რა და დავაი ბიჭებო. უკან გადააწოდე, უკან. მე ჩვენი უბრალოდ უნდა უთხრათ ერთმანეთს რომ არ უნდა ვინერვიულოთ, არაფერი არის ანერვიულო. არაფერზე უნდა ვინერვიულოთ და ჩვენ უნდა მოვიდოთ. და ცოტა შეეცადეთ თუ ხმამაღლა ელაპარაკოთ ხოლმე, ჩვენ რომ მიკროფონი კი ჩაიწერს, მაგრამ მე არ მესმის, ასამბობთ ხოლმე, ცოტა ხმამაღლა. აი, პირველი დღე იყო ჯერჯერობით ძალიან კარგი, გავერთეთ ყველა. ეხლა რაც ტურნირს, ჩემი აზრით ამ ტურნირს მოვიგებთ. თუ ვერ მოვიგებთ, კიდე არაუშავს, ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და აი 100% შემართება უნდა ჩავდოთ ამ თამაშებში. ძალიან კაი. პირველი დღე მეც ასევე ძალიან მომეწონა და დიდი იმედი მაქვს რომ ამ ტურნირს მოვიგებთ. ასევე მინდა ჩვენს გუნდელებს უთხრა რომ არ ინერვიულონ და კარგად ვითამაშოთ ეს თამაში, არ ვიფიქროთ ნერვიულობაზე და ესეთ რაღაცეებზე. კარგი. აბა მოსიძე ქარიშხალი. პირველი დღე ძალიან კარგი იყო, ყველა ბავშვი გავერთეთ, ყველა ბავშვმა რაღაც გავაკეთეთ პირველივე დღიდან. ჯერ არ გვივარჯიშია, მაგრამ ვივარჯიშებთ და ალბათ რა ეგეც კარგი იქნება, რომ ვივარჯიშებთ. ამ ტურნირზე რო ჩამოვედით, იმედია მოვიგებთ. კარგად უნდა ჩავატაროთ, თუ ვერ მოვიგებთ, უნდა ვისიამოვნოთ აქ რითაც ჩამოვედით და უნდა ვისიამოვნოთ ჩვენი ფეხბურთი და უნდა მოვიგოთ ეს ტურნირი. მე პირველი დღე ძალიან მომეწონა და ის არის ძალიან და ყველა ბავშვი გავერთეთ და ჩვენ უნდა მოვიღოთ ეს ტურნირი და თუ არ მოვიგებთ არაუჩვენს, თავარია რომ ყოველთვის კარგად თუ რა უნდა ვითამაშოთ. აი ხარეს ვიკები. დღეს პირველი დღეა და იმედია მოვიგებთ და ან რა ძალებიც გვაქვს უნდა დავხარჯოთ სულ. მე ძალიან მომეწონა პირველი დღე, სასტუმრო პირობები გავიცნეთ, ნახეთ როგორც საჭმელი ქონდათ. მაგრამ მეც მგონია რომ ამ ჩემპიონატს მოვიგებ და მე ძალიან დიდ შრომას ჩავდებ ამ თამაშებში და ასევე ჩემ გუნდელებს ვეთქვი რომ მანაც ძალიან დიდი შრომა ჩადონ ამ თამაშებში და ბაჩო მასწავლებელი გაახარა. დაიხარე და მე პირველი დღე ძალიან მომეწონა. კაი, მე აწოდე თუ არ იმაშვებით. მე პირველი დღე ძალიან კარგი. მოგაგივლის წელი მერე გამოგაცნით ისე. თამაშებზე რაც უფრო მეტ შრომას ჩავდებთ, მით უფრო დიდი შანსი გვექნება, რომ ტურნირიც მოვიგოთ.
პირველ დღეს მე კარგი თავბეჭდილებები დამრჩა და თუ ჩვენ თამაში ვთამაშებთ, ამ ტურნირსაც მოვიგებთ და წავიღებთ სახლში თასს. პირველ დღე ძალიან მომეწონა. მინდა ვთქვა, რომ როცა ჩავალ თბილისში თითოეული ბავშვი ყველა ძალიან განვითარებული ჩავალთ დიდი ალბათობით თბილისში. ყველა განვითარებით მოგება მეც მომეწონა სასტუმროც, კარგი სტადიონი არის, სუახალია თითქმის. ეს ტურნირიც კაია, პოზიციების ჯილდოებიცა და რავი, კაი, ყველაფერი კაია. ძალიან კაი. ჩვენ ჩამოვედით. ცოტა გამოიწვია არ ჩანხარ. აი ეგრე. ჩვენ ჩამოვედით ქობულეთში ძალიან დიდი ტურნირი სათამაშოთ. ეს მარტო მოსაგებად არ მივდივართ. ჩვენ სწავლობთ აქ ბევრ რამეს. 6 დღის განმავლობაში ყოველ დღე გვქნება თამაში. ითაც გუნდი ძალიან განვითარდება და გაგვიხარდება თუ ამ თამაშს მოვიდეთ. ჯიგარი. მეც პირველი დღე ძალიან მომეწონა. კარგი სასტუმროა, როგორც დადუნთქვა, კარგი სასტუმრო და კარგი სტადიონია და ჩვენ მოვემზადეთ თბილისში. მოვემზადეთ იმისთვის, რომ ამ ტურნირზე მოგვეგო და მოგვამზადა ბაჩო მეგრელიშვილმა და რავი, ეს შრომა დაუფასოთ ბაჩო მასწავლებელს და მოვიგო ჩვენ თამაში და ასე წავიღოთ სახე. კარგია. როგორც კი მოვედი აქ რომ მივხვდი რომ ძალიან კაი სასტუმრო იყო ეს. ვიცოდი რომ კაი იქნებოდა ჩვენი ისტორიები და ჩვენი გზები. რომ შევედი ოთახში მართლაც ძალიან კაი ოთახები იყო. ზოგი ამბობს რომ თავარია მოგებაო. ეგეც არის თავარი, მაგრამ ჩემთვის ის არის თავარი რომ თავარია შევგნათ ისტორიები. გაგვიხარდეს და მშვიდობიანად ჩავიდეთ თბილისში. FC-საც გაუმარ! 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 აბარა! კაი, გადმოვაწოდეთ, გაგი არა სიცილებმა. მიაწოდეთ. პირველი დღე ძალიან მომეწონა და მე მგონია რომ ამ ტურნირს მოვიგებთ და ეს პირველ რიგში ჩვენთვის იქნება ძალიან დიდი გამარჯვება და ბაჩო მასწავლებელსაც გაუხარდება რა თქმა უნდა ჩვენს და დიდი განვითარება იქნება ჩვენთვის და მეტი мотиваცია მოგვეცემა რომ მეტი თამაშები მოვიგოთ. ჯიგარი ხარ. კაი ბიჭები ხართ. საოცარი სიტყვით გამოსვლა ქონდა თითოეულ თქვენთაგანს და რაც თავარია ღუწფელი და მართალი. არ იყო ყალბი. ყველაზე მთავარია არ ვიყოთ ყალბები. არ არის საჭირო ზედმეტი რაღაცა ბანალური სიტყვების მოძებნა. ყოველთვის ის თქვით, რასაც ფიქრობთ ხოლმე, რომ თქვენი სიმართლე და თქვენი უბრალოება გამოჩნდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა ბიჭებო იმისთვის, რაც თქვენ თითოეულმა თქვენთაგანმა გულით და სულით თქვით. არა აქვს მნიშვნელობა ზოგმა, ბევრი ზოგმა კარგად ჩამოაყალიბა, მაგრამ თავარია გულიდან მოდიოდა ეს სიტყვები. მე გეტყვით ახლა ერთ რამეს. ამ ტურნირისთვის ჩვენ კი ნამდვილად ყველა ტურნირზე და ყველა თამაშზე გავდივართ მოსაგებად, ნამდვილად ეგრეა, მაგრამ ჩვენი დევიზი რა არის? ჩვენ განვითარდეთ, ვისწავლოთ, ვისიამოვნოთ ჩვენი თამაშით, რო გავალთ და რასაც ვარჯიშებზე ვსწავლობთ, რასაც ყოველდღიურად ვშრომობთ, ის გადავიტანეთ მოედანზე, ისე რომ არ გავაკაროთ გულს არც ნერვიულობა, არც შიში, არც არაფერი. ლაღად, ბედნიერად ვითამაშოთ და გავერთოთ თან. ამ ასაკში ესეა ჯერ არის სწავლება. თამაშის მოგება, მე თქვენ მე შემდეგ ასაკებში ისწავლება თამაშის მოგება, მე ტურნირის მოგება და მე არის ეს. ეს ვარ გამსულა. ბაჩო მასწავლებელს გაუმარ! 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 აბარა! გაიქანა ახლა ყველა სახში. ვისე გონა რომ ზღვას ვიტყოდე. ეხლა ავდგეთ და დავისვენოთ ვარჯიშამდე და მე წავიდეთ დღეს პირველი ვარჯიშსაც გადაიღებს თქვენი ეხა მასწავლებელი.